გამარჯობა, ეთერშია სოლიდარობის სტუდია და გადაცემას გაუძღვები მე დავით ახვლედიანი. Ჩვენ დღევანდელი სტუმრები არიან ჟურნალისტი, მიმომხილველი ნუკა არველაძე და თავისუფალი ტრიბუნის დამფუძნებელი პაატა აბულაძე. მოგესალმებით, მადლობა რომ გვეწვიეთ სტუდიაში. ნუკა, მოდით თქვენი დავიწყოთ ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელი იმუქრება და პირდაპირ ასეთ განცხადებას აკეთებს, ამ ხაბეიშვილზეა საუბარი. ბიძინა ხომ გჯერა საკუთარი რუსული გუნდის დაგველოდე შევერკინოთ 4 ოქტომბერს. აქ საუბარია თვითმმართველობის არჩევნებზე. რისი იმედი აქვთ ამათ, რას აპირებენ, თან როგორც ვიცით, ერთმანეთშიც ვერ მორიგებულან, ერთი ფრთა არის ეს კოლექტიური ნაცების, თუ გლობალისტების, თუ ლიბერალების, მოკლედ ხაზარაძე და გახარია, როგორც ითქვა, ყოველ შემთხვევაში აპირებენ მონაწილეობის მიღებას ამ არჩევნებში. ესენი ეს ნაცები აკრიტიკებენ, თუმცა პლატფორმა ერთი აქვს და ახლა ეს ხაბეიშვილი იმუქრება. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა უნდათ ამათ და რას აპირებენ? ცოტა შორიგზიდან მოვალ ესე რომ იტყვიან რა, რომ ხა ნაცების მუქარა, ხაბეიშვილის მუქარა, ზოგადად ეს მუქარა იმ ადამიანებთან, ვინც არ წარმოადგენს ნაცებს და გლობალისტების წრეს, არ არის მხოლოდ ქართული ოცნება, ხო არის კიდე სხვა ხალხი, ვინც დაუშვათ არ ემხრობა ნაცურ რეჟიმს და ნაცურ სახეს, ესე ვთქვათ, აღარ გვიკვირს უკვე. აქ მთავარი პრობლემა, როგორც იყო 2011 წელს, როდესაც ივანიშვილი შემოვიდა ქართულ პოლიტიკაში, დღესაც 2025 წელსაც რჩება ბიძინა ივანიშვილი. აქ არა აქვს მნიშვნელობა ბიძინა ივანიშვილის გვერდით. თქვენ იდგებით, მე ვიდგები, პაატა იდგება თუ ნებისმიერი. აქ არის ერთადერთი პრობლემა ბიძინა ივანიშვილი. იმიტომ რომ ძალიან კარგად აცნობიერებს ყველა, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა დათო იქცა მეტრად, რომელიც ასოცირდება საქართველოს სახელმწიფოებრიობასთან, აი მრუდი გზის გასწორებასთან, რასაც ფაქტობრივად 13 წელი დაჭირდა და კიდე დაჭირდება ალბათ რამოდენიმე წელი, რომ აი ის შედეგები, რა ჩვენ 30 წელია ვიმკეთ ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამდე გასწორდეს. ეს ხო არ არის მარტო ის 9 წელი, რაზეც აი ყბადაღებული ლაპარაკი მიდის რა. სოროსის ფონდი საქართველოში ღრმა 90-იანებიდან შემოვიდა. ეს დაფინანსებები და საზოგადოების აზრზე ზემოქმედება 90-იანი წლებიდან კი არა 80-იანი წლების შუა 85 წლის მერე იწყება აქტიურად საქართველოში, ხო? აი იმ დონეზე მიგვიყვანეს ჩვენ რომ აი 90-იანი წლების დასაწყისში ჩვენთან ამოქალაქეებს, ჩვენთან ამემამულეებს, აფხაზებს და ოსებს უწოდეთ ჩვენ სეპარატისტები. და ფაქტობრივად მოხდა ის, რომ ეს დაპირისპირება მივიდა იქამდე, რომ დღეს დროებით დაკარგულია საქართველოს ორი ტერიტორია. ანუ მე მინდა ვთქვა და ამას ხმამაღლა განვაცხადებ, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელი პირდაპირ გაიგივებულია ჩვენ სახელმწიფოებრიობასთან. და ნებისმიერი ადამიანი, ვინც მიდის ბიძინა ივანიშვილის სახელის წინააღმდეგ, ამ პიროვნების წინააღმდეგ, მე არ ვაფეტიშებ, ძალიან გთხოვთ, სწორად გაიგეთ, რასაც ახლა მე ვიტყვი. ეს არის პირდაპირ მნიშვნელოვნად საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე დარტყმა. აი მოდით დავუშვათ, რომ გაუვიდეთ და დაამარცხეს ბიძინა ივანიშვილი მორალურად. ანუ მე მორალურ მარცხს მოსდევს ფიზიკური მარცხი. რა შეიძლება აი დაახლოებით რა რეალობა შეიძლება წარმოვიდგინოთ ამ შემთხვევაში საქართველოში, როდესაც ჩვენ არ აგვყავს რეალურად გამოხატული პოლიტიკური ძალები, თუნდაც ქართული ოცნებაც არ არის რეალურად შემდგარი გუნდი. არის გუნდი, რომელიც რამოდენიმე წელიწადში განიცდის პრემიერების ცვლილებას, თავმჯდომარეების ცვლილებას, აი ამ სხვა არ არის ჩამოყალიბებული, ვინც იყო 2012 წელს დაუშვეთ, ისინი ძირითადად ახლა 90% არის გადასული ოპოზიციაში და იქიდან მოძღვრავს საზოგადოებას, რომ თურმე ივანიშვილი ცუდია და მხოლოდ მაშინ იყო ივანიშვილი კარგი, როდესაც იმათ ანგარიშებზე მილიონები ირიცხებოდა. და ასე შემდეგ, ხო, თუმცა აი ამ ყველაფერში ამ ცვლილებების ფონზე ვხედავთ პიროვნებებს, რომლებიც უბრალოდ არ აქტიურობენ და ელოდებიან რაღაც გარკვეულ ძალას ისევ წარმოადგენენ და შეადგენენ, ხო? არ დავასახელებ ახლა მე ზედმეტ სახელს და გვარებს. 4 ოქტომბერი არ იქნება სატესტო არჩევნები, ეს იქნება მორიგი არჩევნები, აი 13 წლიან გზაზე, რასაც გადის საქართველო, აი მარწუხებიდან გამოსაცვლელად, რასაც ქვია გლობალისტების ძალა უფლება საქართველოში. კი ბატონო, ბატონო პაატა, მოდით ახლა თქვენსკენ გადმოვალ იმავე კითხვით,
ბევრი განცხადებები აქვთ ამ ოპოზიციის წარმომადგენლებს, აწუხებთ ახლა ეს თემა მარჩევნებთან დაკავშირებით და განსაკუთრებით ახლა მაგალითად ელისაშვილიც გამოჩნდა, რომელიც მერობის კანდიდატი იყო წინა არჩევნებზე. ამბობს რომ მე კარგი მერი ვიქნებოდი, მაგალითად საცობების პრობლემას გადავჭირდი ერთ წელიწადში. ახლა მე პირადად მე არ ვარ ახლა სპეციალობით ურბანისტი, ანუ ეს სფერო ახლა თუმცა იგივე ლოგიკიდან გამომდინარე აქ არ არის მხოლოდ ქუჩების დახაზვაში საკითხი, ან ტრანსპორტიც დიდი რაოდენობით არის შემოსული, წარმოუდგენელია ასე მარტივად, თქვათ ამ საცობების პრობლემას მოევლოს. აქ მერი კი არა, 3-4 მერი ერთად რო ჩამოვიდეს რომელიმე სხვა ქვეყნებიდან, რომელიც უფრო მეტად განვითარებულია, ამ თვალსაზრისით არ მგონია ეს ერთი ხელის მოსმით თუნდაც ერთ წელიწადში მოაგვაროს ეს პრობლემა. თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა რა შანსები აქვს ამ ოპოზიციას ყველა მიმართულებით ისინი ცდილობენ რომ თუნდაც მოაწონონ თავი საკუთარ პატრონებს, ვინც ელემენტარულად მორალურად და ფინანსურად ეხმარებიან მათ. პირველი, თქვენ ჟურნალისტ ხართ და რა თქმა უნდა, როგორც ოპოზიცია, ისე უნდა მოიხსენიოთ. თუმცა, ნამდვილად არ მიმაჩნია მე შენ ოპოზიციად, მე ესე მიმაჩნია როგორც უცხო ქვეყნიდან დაფინანსებული ხალხის მტერი, უსამშობლო ხალხი და ამას არ უნდა ბევრი მტკიცებულება, თუნდაც ბოლო ფაქტი, რაც როცა უკრაინელმა ქართველს ფარეკაობა მოუგო, აი მაგ მამაძაღლებმა დიდება უკრაინასო. გაიგეს ეს ეს მოკლედ და ეს როგორ შეიძლება ოპოზიცია დაუძახო. ოპოზიცია მე მიმაჩნია სოლიდარობა, ჯონდი ბაღათურია, კონსერვატორები და კიდე არიან აღარ მახსოვს ყველა ბოდიში ხვდი ხა ნორმალურ პარტიას, რომელიც არ გამახსენდა. არავითარი ეგენი ოპოზიცია არ არის. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში და თქვენ ვიცი რომ ჟურნალისტიკა ეთიკა გაძლევთ არ გაძლევთ უფლებას სწორი შეფასება, თუმცა თქვენი პოზიციაც ჩემთვის გასაგებია. ვიცი როგორც უყურებთ მაგათ. რაც შეეხება ამ მამაძაღლების ბაქიბუქს. აი მას ვიზამთ და ჯერ იმ ქვეყნის დედავატიე ხაბეიშვილი რო გადაგატრიალებს. ის ქვეყანა არის მიწისაგან, პირისაგან ასაღველი საერთოდ. რა ის ხაბეიშვილი ის გადამტრიალებლები არიან. ეს არც მაგის რესურსი არ აქვს. მაგათ პატარა შანსიც რო ქონდეთ, არც 4 ოქტომბერს დაელოდებოდნენ და ხვალე მოგიწყობდნენ ამას. არაფერი მსგავსი არ მოხდება, შედობით ჩაივლის ყველაფერი. ადრე ორი არჩევნები იყო კახის. როცა მე ყველა ეუნებოდა ოფისში, ახლა თემიდან არ გადავდივარ, მაგრამ მინდა ახლა ეს აღვნიშნო. ერთადერთი კაცი ვიყავი, რომელიც ველობოდი, კახა მეორე ტური იქნება. კახა მეორე ტური იქნება. ნუ წინდათ ჩემგან ეს ცოტა არანორმალურიაო, ამოდით ჩემთან, მაგრამ თუმცა მაინც მეორე ტური იყო. აი ახლა ვეუნები. რომელი კამერა მიყურებს ის? პირველ ტურში ფორას მისცემს კახიკალაძის ნებისმიერს ახლა. იმიტომ კი არა რომ სიტუაცია მოიტანა, ყველამ წარმოაჩინა თავი, იქით ამ ხრიდან, აი ეს ხალხის მტრები ვინც არიან. თავი თვითონ ანახა საზოგადოებას. ეხლა პირდაპირ ვეუბნები, შეუძლია კალაძე მინუსიდან დაიწყოს და ფორა მისცემს +10 იმას. ნამდვილად პირველ ტურში დაამთავრეს მაგრამ ეს არჩევნები კახის ახლავეც ვეუბნები ეს არ არის ქალაქის მერის არჩევა როგორც ურბანული კუთხით არა კაცო უკვე ეს პოლიტიკური არჩევნები ეს არის უკვე გეოპოლიტიკური არჩევნები და გეტყვით რატო გადახედეთ ჩვენ სამეზობლოს პოზიციებს და ჩვენს პოზიციებს ქალაქი პრაქტიკულად ინფრასტრუქტურულად გზებით არის გამართული არის რაღაცები ხარვეზებიც არის და ამისთვის ხავს კახეს ისეთი პროფესიონალი გუნდი რომელიც 8 წელიწადში გამოიწორთნო და იციან სად რომელი კენჭი აგდია და რა უნდა გააკეთონ არ უნდა ამას ზედმეტი და არც კახი ჭირდება ზედმეტი თავის მოწონება პიარის სახით რომ აი მე ამას ვაშენებ არა კაცო ამ ქალაქმა უნდა დაიბრუნოს 30 წლის წინ დაკარგული სტატუსი კავკასიაში ერთადერთი ქალაქი რომელიც იყო ცივილიზებული, ინტელექტუალური და ყველაფერი. აი მოვა ის დრო, მე ის დრო მოვა, როცა აი ამ ქალაქში ჩატარდება სოფლიო კონფერენციებიც და ამისთვის ყველაფერი მოამზადა ესე ვთქვათ ამ გუნდმა. ამიტომ ასეთი თვალით არ უყურებ მე როგორც კახის ეხლა რომ აი მოუგრავი ისა რა აი გზები გააკეთოს. ამისთვის არის კაცო ხალხი, ყავს გუნდი რომელიც მიხედავს
ახლა მთავარია გეოპოლიტიკური სტატუსი შეიჯნოს ამ ქალაქმა. და ესეც იქნება. ჩვენ აიყურეთ ამის ერთ-ერთი ნიშანი მე ვნახე. სხვათა შორის მინდოდა წასვლა, მაგრამ რო ვიცოდ მეგონა რომ ეს გარყვნილი დროშა იქნებოდა იქ ევროკავშირის ეს ლურჯი. ხო, მაგიზიანებს ეგ დროშა ბიოლოგიურად მეზიზღება და ამიტომ არ წავედი. ბიჭო, ეგ რომ ცოდნოდა რომ ის დროშა იქ არ იქნებოდა, რა სიკვდილი გამაჩერებდა სახში, კაცო. კარგი ხოდი იყო, კაი განცხადება იყო, სწორი განცხადება იყო და ამიტომ ესაც პოლიტიკური განცხადებაა. არ ჭირდება ზედმეტი კეკლუცობა და ვიღაცის დროშების ფრიალი. არის სახელმწიფო დროშა, არის ქალაქ თბილისის დროშა, წერტილი. ეს დროც დამთავრდა. ესაც ახალი ნაბიჯი გადაიდგა გუში. მე ასე უყურებ ამ არჩევნებს. და საზოგადოებასაც ვეუბნები, თუ კი ჩვენ საზოგადოება თბილისელები მზად ვართ ამისთვის, რომ ამ ქალაქმა ისევ დაიბრუნოს ეს სტატუსი, რომელიც ჩვენ ხელითვე გადავეცით, მამაძაღლა ეხლა რუსთაველზე რო ყრიან იმათ პატრონებს და აქ გეი და რაღაცი პარადის ჩატარებას რო ინდომებდნენ, გარყონას ამ ისტორიული ქალაქის. ვართ მზად რომ დავიბრუნოთ, მაშინ აი ამ კუთხით შევხედოთ ამ არჩევნებს. აი ესე მინდა თქვა და რაც შეეხება იმათ მუქარას, ნუ რავი ეხლა ხანახან ვფიქრობ რომ რავი დროს კარგვა პატრონ დავით თვითონაც ხო იცი რომ გავსი არაფერი არ მოხდება. ჯერ მივიდეთ ოქტომბრამდე იცი რამდენიმე შეიძლება მაგათ პატრონებს რა. იმდენი რამე შეიძლება მაგათ პატრონებში რავი მე მგონი რომ კი ნახეთ ორი თვე აანონსებდნენ მიტინგს და პარლამენტის შენობიდან უყურებდი 31 კაცი დავთვალე. იქიდან იყო 31 ხო იყო 8 კაცი იყო პოლიციელი კრიმინალი კარგით რა რა დროს ეგენი არის ანუ კაი საინტერესო მომენტი ახსენა ბატონმა პაატამე გეოპოლიტიკური კონტექსტი ამ არჩევნების მაგრამ აქვე ითქვა ისიც რომ აი ეს ოპოზიციის მხარდამჭერები აქციებს აწყობენ და ქუჩები იკეტება ახლა თუ ასეთი მცირე რაოდენობით არიან რატომ აქვთ მათ აი თუნდაც ამ ქუჩის გადაკეტვასთან დაკავშირებით ესეთი განსაკუთრებული კარდ ბლანშს დავარქმევდი, რა ვიცი, ან რამდენი გამოდიან, 10 კაცი იქნება 20 თუ 30, მომენტალურად პოლიცია ადგილზე ჩდება და აძლევენ ნებას, რომ დაიწყონ გადაკეტვა ამ ქუჩის. როგორ ფიქრობთ, რატომ ხდება ეს? თუ ეს ხალხი არის აი ამ ბაცილის მატარებელი, რომელიც ამ ქვეყანას უშლის, ასე ვთქვათ, აქ დემოკრატიაზე არ არის და პლურალიზმზე საუბარი. უბრალოდ მავნებლობენ. მაშინ რატომ ხდება ასე, რომ ახერხებენ ამას ოპერატიულად? ნაწილობრივ შეთანხმების ობიექტი მეჩვენება მე პირადად ახლა ვერავის ვერ მოვეფერები, მაგრამ ვერც იმას დავიჯერებ, რომ სამართალდამცავ სტრუქტურებს ისე უჭირთ, თუ ეს პოლიტიკური ნება არ არის, რომ ის 30 ცალი კაცი გაიტანონ ქუჩიდან და ქუჩა არ გადაიგდოს. ამიტომ მე ვფიქრობ რაღაც გარკვეული კოლაბორაციას, ჩვენ ვხედავთ გარკვეულ კოლაბორაციასაც და ამას თუ არ ვაღიარებთ, ეს არასდროს არ დასრულდება. იმიტომ რომ ჩვენ გავაუქმეთ ახალი წელი მაგათი შიშით, გავაუქმეთ დღესასწაულები და ფაქტობრივად გადაულოცეთ ნაძვის ხესანთება, ეს ყველაფერი, ხო, არ მოხდა ისე როგორც ბოლო პერიოდი და ბოლო წლები, რაღაც აი პატარა ეს სიხარულის ელემენტები ბავშვებისთვის იყო კარგი. რაღაცა იქ თავისი ახალი წელი ჩაატარეს და ანუ იცით რა გამახსენდა, მე მაშინ რა მახსენდებოდა, თქვენ გემახსოვრებათ დავით, ელია მამროს სახელმწიფო გამოაცხადა ზუგდიდში კაკო ელიავამ და აქ მე ვარ პრეზიდენტიო და აქ ჩემი სახელმწიფოაო. აი დაახლოებით მაშინ იყო ესეთი გაურკვევლობა ეს 90-იან წლების დასაწყისში ბევრს დღეს არ ემახსოვრება ალბათ მოგვენ ჟურნალისტებს თუ გვემახსოვრება მაგრამ უბედურებაც ხდებოდა მაშინ და რაც გაიარა ქვეყანამ და უბრალოდ ავტომატები არ უჭირავთ ხელში და განსხვავება ამაშია რომ ვერავის ვერ ხვრეტენ თორე იგივე სურათია იგივე ზეწოლა ქვეყანაზე, იგივე ზეწოლა სახელმწიფოზე და იგივე ნერვების თამაშია ხალხზე, ვისაც უნდა ნორმალური მშვიდი ცხოვრება და ქვეყნის აღმშენებლობა. იმიტომ რომ მე ახლა ნაკლებად შემხვდება ქართველი ნებისმიერი, რომელსაც არ უნდა სიმშვიდი ამ ქვეყანაში, რომელსაც არ უნდა რომ თავისი შვილი სწავლობდეს კარგად, არა აქვს მნიშვნელობა სად ისწავლოს, კონდეს სწავლის შესაძლებლობა, განვითარების შესაძლებლობა, ხო? და ამ დროს გამოდის რაღაცა 30 + 1 კაცი ხა როგორც პაატამ თქვა დაითვალა და 31 კაცი იყო და შენ ფაქტობრივად ქვეყნის პოლიტიკურ სურათს კარწინკას გიყენებს და ამ დროს იცი რა 99 და 19% სახში გზის და ნერვები აწყდება და
მე ვერანაირად ნორმალურ შეფასებას ვერ მოიცავ. მე აქ ხედავ ზუსტად პოლიტიკურ სისუსტეს. იმიტომ რომ იცი რა არის შენ მე როცა გაძლევ ლეგიტიმაციას, ხო? მე მომწოხარ თუ არ მომწოხარ, მე არჩევანი არ მაქვს. დღეს მე ქართულ ოცნებას შემოვხაზავ. ხვალას ქართულ ოცნებას შემოვხაზავ, სანამ ეს არჩევანი არ გამოჩნდება რა. გესმით? და შენ მე როცა ამ იძულებაში მაყენებ და ამ იძულებით მე აი ამ კარწინკას მიდგავ, მე უკვე ცოტა სიბრაზისკენ გადამდის ურთიერთობა და დამოკიდებულება. მით უმეტეს და დაუბრუნდები გეოპოლიტიკურ სიტუაციას, ხო? ვნახეთ ჩვენ რა გააკეთა ჩვენმა მეზობელმა ორმა ქვეყანამ რამოდენიმე ხნის უკან აზერბაიჯანმა და სომხეთმა, რომ აი ფაქტობრივად ახლა ვინც მეტნაკლებად ერკვევა გეოპოლიტიკაში, ალბათ აი ესე სულ ამოთქმული ელოდებოდა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის, რუსეთსა და სომხეთს შორის და ქვეყანა, რომელიც პირველ რიგში მოიაზრებოდა რუსეთის მოსაწინააღმდეგო პოლიგონად საქართველო, ამ დროს აღმოჩნდა ყველაზე ნორმალურ სიტუაციაში. ხო, აი ერთი წლის უკან ჩვენ რო გვეთქვა, რომ აი სომხეთი რუსეთის წინააღმდეგ რაღაცას გაბიდავდა, აზერბაიჯანი ხო ძალიან დავიცინებოდით, ხო? და აღმოჩნდა, რომ პირიქით აი ეს ნაღმები გადატანილია ჩვენ მეზობლებთან. და ჩვენ ეს სიმშვიდის შესაძლებლობას არ გვაძლევს დავით. ჩვენი ქვეყანა ხო უფრო მეტად საფრთხილო გახდა. ეხა გუშინ მაგალითად განცხადება გაკეთა ესეთი რომ თურქეთი ყოფილა ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორი უკაცრავად თურქეთთან ჩვენ პარტნიორობა გვაქვს სავაჭრო პარტნიორობა 30 წელზე მეტია დავით მაგრამ ეკონომიკაზე აისახა მხოლოდ ის პარტნიორობა რაც რუსეთთან დაიწყო აგერ 2012 წლის მერე ქართულ ეკონომიკა მხოლოდ ამ პარტნიორობამ გაზარდა და რანაირად ეხლა ანიმ ეკონომისტების აზრი მაინტერესებს რა რანაირად ეთანხმება ვემი თურქეთი ჩვენი სავაჭრო პარტნიორი თურქეთს თვითონ თავისი ეკონომიკა ემხობა თავზე მოდი რა სანამ გამომიცხადებ მე შენ ქვეყანას რომ ჩემი მთავარი პარტნიორია მისი შიდა პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაცია შეისწავლე რა ქვეყანა სადაც ყველა ვალუტაზე შეგიძლია ივაჭრო და იცხოვრო არა აქვს მნიშვნელობა ეროვნული ვალუტა გაქვს იმ ქვეყნის ჯიბეში თუ ამერიკული დოლარი თუ ევრო ყველა ვალუტაზე ეს პირველი მანიშნებელია იმის რომ ქვეყანაში ეკონომიკა არის დაქცეული როდესაც შენი ეროვნული ვალუტა არ აქვს გამყარებული და ვინმე მითხრას რატო არ აშენდა მაშინ საქართველოს ეკონომიკა 2011 წლამდე თუ თურქეთი ესეთი მაგარი სავაჭრო პარტნიორი ყავდა და მოდი ისიც დავამატოთ აბა თურქეთის სავაჭრო პარტნიორი ვინ არის მთავარი პალატა შენ გეწოდინება რუსეთი ჩვენ გვახსოვს ეს ეპიზოდი რა გამოდის მაშინ აი იცი და თურქეთის მთავარი პარტნიორია რუსეთი და ჩვენი მთავარი პარტნიორია რუსეთის მთავარი პარტნიორი იქნებ ჩამოვყალიბდეთ აი ამაშიც რა არის ლოგიკა თქვენს ნათქვამში მე იმას ვიხსენებდი უბრალოდ იმ მომენტს როდესაც ჯერ კიდე მაშინ დავით ოღლუ იყო პრემიერ-მინისტრი და ჩამოაგდეს რუსული ბომბდამშენი რა მოყვა ამას თუ გახსოვთ რუსებს აეკრძალათ ტურიზმის კუთხით ჩასვლა საერთოდ მოუწოდა ნუ ხელისუფლებამ არ ჩახვიდეთ თურქეთშიო რამხელა ზარალი განიცადეს და ასევე ექსპორტი შეიზღუდა თურქული ტომატების რუსეთში და მილიარდობით ზარალი ნახა თავად ერდოღანმა აიღო მაშინ ტელეფონი და მეც კარგად მახსოვს ეგ აი ურთულეს სიტუაციაში ჩავარდა თუ ბატონო დავით მე მაინც მიუხედავად ნუკის ახლა გავიგე ცოტა იქ ჩავიწერე შეეშინდა თუ ახალ წელს ახლა ამ თავრობას თუ რამე შეგვიძლია არ დავაბრალოთ ეს არის შეეშინდა არ მეთქვია და გაუქმდა მეთქი არა ახალ წელს მეთქი ახლა უყურე მეც ვიყავი მეც მაღიზიანებს კი არა ბიოლოგურად ამ ძუს ეს ხალხი მაგრამ უყურეთ ახალ წელს მაგათ ახლა ჩვენ ის ინფორმაციები არა გვაქვს რაც აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მაგმა არც მე მაქვს ახლა უფლება ეს ღია ეთერში განვაცხადო რაც მაგმა ძაღლებს ჰქონდათ ახალ წელს გათვლილი ბავშვები უყურეთ ბავშვების იქ ეხა ბავშვი მოდის დედა ბავშვი მშობელი უნდა რაღაცა ზეიმი იგი თოვლის ბაბუა რაღაცა და ამ დროს ხდება იქ სპეცნაზი არეულობა და იქ მე ამის იქ პასუხისგებელი როგორც არ უნდა იყოს არის ხელისუფლება ანუ შენ მაინც ვერ უყავე სახელმწიფო უსაფრთხოება იქა ამიტომ სასწორზე როცა გიდგას ესეთი რამე ებიო როგორმე ოღონდ ამ
დეკოლონიზაცია მშვიდობით გავიაროთ და 11-9 აპრილი არ მოვიწყოთ თავზე. ბიჭო, როგორმე გადავიჭამთ, აი ახალ წელს, ერთ ახალ წელს ნაძვის ხდად არ მივიყვან, აგერ შვენივრს გადაიტან, ბატა, რაზეა ლაპარაკი, მაგრამ რამდენი ხანია ეს ყველაფერი გრძელდება? ხო, რა უყო, 30 წელი ვითმინეთ და რაღაცნაირად ეხლა იკრიბებიან ეს ცოტა ხალხი და რატო ხო შეუულია ხელისუფლებას? კი, როგორ არ შეუულია. როგორც კი ისინი წითელ ხაზს გადადიან ეგრევე ხდება მათი ესე ვთქვათ განრიდება იქიდან. მე ვიცი მაგათი მიზანი რა არის. იქ რო დაიწყოს პოლიციამ რო დაიწყოს ამ ღვთისგან შეულმა ბიჭებმა რო გაიწყოს თავის ეს გაწევა ამ ხალხის იქ შეიქმნება კარწინკა როგორი. რატო იჭერ აი ვიღაცა ქალი დავარდება გულს ანუ გახარიამ შექმნა. აი შექმნიან კარწინკებს და აი ნებისმიერ უღუნები წამომყვეს შევიყვან პარლამენტიდან ვანახებ ზევიდან ზუსტად 1 საათი იკეტება ისაც მე თვითონაც იღლებიან გადადიან იქა და ხან შეყვარებულები არიან ერთმანეთი იქ მოკლედ რა მე თუ სასწორზე მიდგას აქეთ სიმშვიდე ესე ვთქვათ ქალაქის და ამ მამაძაღლებს ზედმეტად არ მივცე ნორმალური ხალხის გაღიზიანების საშუალება ბიჭო, როგორმე 1 საათი გაუძროთ იმ რუსთაველის გადაკეტვასაც. არაუშავს კაცო. არაფერი პრობლემა არ არის. ეხლა ჯონდის არ მეთანხმებებს მაგაში. ჩემი ახლობლები ახლა გულაშვილი, მაგრამ არასოდეს არ დაგეთანხმები მე პირადად. მესმის, მეც მაგრამ მაგიზიანებს, რომ ვიღაცა სოდომიტი გამოდის ეხლა 5-6 კაცი და იქ ტაბულეტკას დაედგავს. საშინელი სანახავია. ხა როგორ რა პასუხი გაიტანეს ჩემგან რომ კაია, მაგას ხო არ ვიტყვი. მაგრამ იქით რა დგას სასწორზე. ამას როგორ ფიქრობ ახლა პატა ჩვენ ვერ ხვდებით. ხო, მაგრამ მოდი არაუშავს მე ესე მგონია რომ ეს 1 საათი გავუძლებ. ეს ხო ჩვენ ლაპარაკობთ რაღაცა საერთო სურათის ერთ მომენტზე. მარტო გადაკეტვა ხო არ არის. აი მე რაშიც მედია პოლიტიკაზე ვილაპარაკობ. გადავნაცვლ. რაშიც მე ცოტა ვერ მეთანხმები ხელისუფლებას. ნაცემი ხელისუფლება გამარჯობა. აი ეს უკვე ცოტა სხვა რამეა რა. როცა შენ ვერ იცავ მოსამართლეს. როცა შენ ხედავ რომ პოლიციელს ოჯახში უვარდებიან. საკუთარ მხარდამჭერებს იცავ? ხო, ვერ იცავ. ჯერ რატო უყურე პარლამენტარებს ვერ იცავ, მინისტრებს ვერ იცავ. ანუ რასადა ნაცემია ეს ხელისუფლება? ანუ მოქალაქემ თუ ხელისუფლებაში ქვეყნის პატრონი არ დაინახა, ისინი არ გამოყვება. იმას შენ იმედი ატოვა, იცი რომ შენში ხედავს ამ ქვეყნის პატრონს, კაცო. მე სხვა არაფერი სულ ყოველთვის მომყავს მაგალითი ლუკაშენკოსი. გადაიკიდა ავტომატი ხელში. თავის ოჯახის წევრი დაიყენა გვერდზე და მივიდა იმ ბიჭებთან. სპეციალ სამსახური და უთხრა, მე თქვენთანა ვარ. მე არ გტოვებთ და ხალხმაც რომ ნახავ რომ პატრონი ამ ქვეყნის ჩვენთან ერთად არის, დამთავრდა იქ ყველაფერი. თანაც ეს ავტომატი ხო განცხადება იყო, კაცო, რომ ყველაფერზე მოვდივა, ქვეყანას არ დაგაქცევინებთ. всё მორჩა, იმის მერე დამთავრდა იქ ყველაფერი. აი მაგაში მე ორივე ხელით ვეთანხმები ნუკის. კი ბატონო. აბა იცი რა მოთმინების და აი გაგების შკალა მე რომ მაგ ბევრს არ დაესიზმება პატა. ზუსტად მაგაზე მაქვს ლაპარაკი. შენ თუ შენი მხარდამჭერი, შენი წევრი, შენი გუნდის წევრი, შენი გუნდის მხარდამჭერი არ გააძლიერე და ამით ფიანდაზები დაუგე და ენის მოჩლიქით ელაპარაკე, შედეგი იქნება შესაბამისი. აი სამწუხაროდ ეს არის ფაქტი. ალბათ გამოსწორდება ეგაც. იმედი მაქვს რა და მე უფრო დიდი იმედი მაქვს რომ ურთიერთობები ისე დაალაგდება და ისე დაწდება ესე ვთქვათ მთხრე დაბლა ღვინოში. რომ ღვინის მიწოდება სტუმრისთვის არ შეგვრცხვება. აი აქ ამაკ კარგი და ნუ მაშინ აქვე გითხავთ. თქვენ როგორ ფიქრობთ ეს რა ავადებში იქნება შესაძლებელი, რასაც ახლა თქვენ ბრძანებთ. მე მაინც აქ უყურებ თუნდაც ესეთ გლობალურ პოლიტიკურ კონტექსტს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტიდან თქვათ იმ კორესპონდენციებს, ეგ მეგობარი აქცია საუბარი, აქვე
ვიტყვი რა განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, როდესაც მოუწოდა ამ ევროპულ სტრუქტურებს. ანუ ევროპული ბიუროკრატია იგულისხმა, რომ დეპეშებს აქ კი ნუ გამოაგზავნითო, გვესაუბრეთ, ნუ ასეთ თავის დროზე იგზავნებოდაო საბჭოთა მოსკოვიდან დეპეშები საქართველოს. არა, სხვათა შორის მაშინ საუბრობდნენ დეპეშებით არ იყო ურთიერთობა, ხა ცოტა მაგაში ვერ დავეთანხმებ პრემიერ-მინისტრს. ხომ არ არის ეს ყველაფერი დამოკიდებული იმიტომ კი არა, როგორც აი ბატონი პაატა ბრძანებს, ანუ იქ თუ ვინმე არის გასარიდებელი და არ წარმოადგენს ისეთ ძალას და ამას მიზანმიმართულად არ აკეთებენ. ერთია განცხადებები, თუმცა ხომ არ ეშინიათ მაინც ამ საგარეო ძალის არა მგონი. თავიანთ კონკურენტებს ამ ოპოზიციის სახით ისინი გააძლიერებენ. ისინი ისედაც აძლიერებენ. მოდით, რა 13 წლის მანძილზე არასოდეს საერთაშორისო ორგანიზაციებს ქართული ოცნება არც ერთი მხრიდან, არც რუსეთიდან არ გაუძლიერებია. ქართული ოცნება არის თვითმყოფადი ეს ორგანო, ესე ვიტყვი, რომელიც აღმოცენდა 2011 წელს და ჯერჯერობით ქართული ხალხის მხრებზე დგას, იმიტომ რომ ქართული ხალხი უპირობობას უცხადებს ბიძინა ივანიშვილს. ეს ერთი. მეორე, ერთადერთი რაზეც მე ვლაპარაკობ, ეს შესაძლებელი იქნება თუ იქნება პოლიტიკური ნება. პოლიტიკური ნება იქნება, ზუსტად ერთ კვირაში იქნება შესაძლებელი ნებისმიერი ცვლილება. ისევე როგორც პოლიტიკური ნება რო იყო 2012 წელს შეცვალა ქართულმა ოცნებამ სააკაშვილი. პოლიტიკური ნება იყო და სააკაშვილი ჩასვეს ციხეში. პოლიტიკური ნება და სააკაშვილი გორაობს ივამეთში. ყველაფერი არის პოლიტიკური ნება. აბსოლუტურად ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ იცით რა ნებისმიერ ამ დაგვარ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, როგორც ქართული ოცნება დებს, გაიხსენეთ რა მოხდა, როდესაც ეს მიშელის ხელშეკრულებიდან გამოვიდა, მთელი საქართველოს ფეხზე დადგა და სახელმწიფოს მხარდაჭერა გამოუცხადა. იმდენად კმაყოფილები იყვნენ, რომ მარაზმიდან გამოდიოდა ქვეყანა. ერთი გადაწყვეტილება მითხარით საქვეყნო სასარგებლოს, სადაც ხალხმა მხარი არ დაუჭირა. ვერ მეტყვით, იმიტომ რომ არ ყოფილა ეგეთი დავით. ამიტომ ვიძახი მე, ნებისმიერი გადაწყვეტილება რა, ძალიან აპროტესტეს ახლა რუსეთის ავიახაზები, მაგრამ ვინ დაფრინავს იმ რუსეთში, აბა გადახედეთ რა. გადახედეთ რო არ აბაზრებენ და რო არ იძახიან იქ თავინთი მეგობრების რესტორნები რო აქვს და რო ჩადიან кейფობენ და ჩამოდიან. უკაცრავად ახლა, კაი მე შეიძლება მომატყუო პაატას მოატყუებ, მაგრამ იქ რო შეგხვდება ქართველი, იმას ხო ვერ მოატყუებ. ის ხო აქეთ მე ჩვენ გიკავშირდება და გვიყვება, უი რა ხდება არ კი, მაგრამ რა ამბავია. ბოდიში რა, აი ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში მილიონჯერ მაქვს ნათქვამი, არაფერი არ იმალება ხალხო. არაფერი აბსოლუტურად. მე რომ მიშლი შენ რუსულად ლაპარაკს და შენ რომ გაქანებული ბიზნესი გაქვს რუსეთთან და კამაყოფილი ხარ და მით უმეტეს 2012 წლის მერე რაც ემბარგოები მოიხსნა, მილიონები იშოვეთ. ბოდიში რა ხალხმა რა დააშავა. ელემენტარული ვუბრუნდები იმ თემას. სეპარატისტები უწოდეთ თანამოქალაქეებს. მოდი რა იქნებ ლაპარაკი დავიწყოთ და დაველაპარაკოთ ერთმანეთს რა. არის ხო ეს გასაღები დევს რუსეთში, ხო? დევს კრემლში. და რა, ხო დაგვიბრუნოს აფხაზეთი და ოსეთ და მე დაველაპარაკებით. და რატო წაართმევინე? ხო, ეს მიდგომა ბანალური. ხო, აი რატო წაართმევინე, რატო დააყენე ისე საკითხი, რომ შენ ესე მოხდა იმ ხალხმა, შენ საქართველოს მოიკითხონ რა, რას გვეძახიან აფხაზეთში და ოსეთში. კი, აფხაზებთან თუ პირდაპირ საუბარი დიალოგი არ დაიწყო, არაფერი არ გამოვა. ეს ციფრარიდან ჩვენ საქმე რა შეიცით, აიყურეთ ორი მოწინააღმდეგე მხარე ერთად რო დაჯდეს, ვიღაცა მესამე ჭკვიანი მოდის და ეუბნება ერთსაც და მოდი რა დაჯექით დაილაპარაკეთ, გაირკვიეთ რა ხდება. აი ქუჩის გარჩევებშიც ხო ესეა. ხო არ მეშლება პაატა რამე. ხო, არის ხო მოდი რა ვიარეთ ამ ჟენევებში, აი რა 37 რაუნდები, რო იგულავას ჩავლენ კაისასტრო კაიჭამას, არაფერი დაილაპარაკებენ, წამოვლენ. ჩავლენ დაილაპარაკებენ, აი ეს რაუნდები ვბოლდებით, გვაბოლებენ წლებია. საკმარისია. კი, და ბატონო პაატა, აი ამ კონკრეტულ საკითხზე ვინ არის პასუხისმგებელი? ახლა თქვენ კარგად ახართ ჩახედული, თუნდაც იმ მოვლენებში, რაც ჩვენს გარშემო ხდება, გულისხმობთ მეზობელ ქვეყნებს, თუნდაც აი ეს რუსეთ-უკრაინის ომს და ესეთი მტკივნეული საკითხი ახსენა, ნუ ეს აფხაზეთის თემატიკა, მე პირადად ჩემი სუბიექტური აზრია, რომ აფხაზებთან საუბარი დასაწყებია. თან ის ბანალური სიშლეგე, რაც ხშირად გვესმის, რომ აი დაგვიბრუნეთ აფხაზეთი ეს ნუ ის ხალხი გიბრუნდება, მოდი რა ჯერ კითხვა დავსვათ, აი გიბრუნებს რუსეთი აფხაზეთს. დაგვიბრუნა, აი გაგიჟდა პუტინი და წაიღეთო. მე აზრი მინდა უბრალოდ აფხაზები გიბრუნდებიან. აზრი მინდა დავასრულო, რომ
ისე როგორც თითოეულ ქართველს დღეს გამოკითხვა რომ ჩაატაროთ როგორ მიაჩნია ამ აფხაზეთის დაბრუნება თუ ეს მოხდება ისე რომ აი რუსეთი დასუსტება დაიშლება აფხაზებს არ ეყოლება ზურგი მერე ჩვენ შევძლებთ ჩვენი შეერაღებული ძალებით როგორც სააკაშვილმა მოაწყო ეს 2008 წლის თემა ეს კატასტროფა ეხლა ვისაუბრავენ ყველა მიცის ის საკმარისია ის კადრები ყურაშვილი რო იდგა გადასახლებთან და კონსტიტუციურ წესრიგს ვამყარებთო ამოიღეს ის გააქრეს აღარ იძებნება ის ჩანაწერი მაგრამ ყველამ ხო იხილა ეს ყველაფერი ყველა ხალხზე არის როგორც შემორჩენილია კი ხო აი ეს დროშები რო გამზადებული ქონდა ბეკერებში და იქ ყველა სოფელში რო უნდა დაერჯოთ ეს ქართული დროშა ეს აღტკინება კი გასაგები იყო მაგრამ გადაწყვეტილება იყო სულელი. იქ ხო საერთაშორისო ხელშეკრულებები იყო ორი რომ კონფლიქტური ზონა. რეგიონები არის ადამიანების ჩემდგარი. ეს ხო არ არის ცარიელი ქვაღორღი როგორც სააკაშვილი. მაგრამ აი მთავარი აზრი ის არის თუ ქართველი ჩვენთან ყოველი მეორე ნუ პატრიოტულად მოაზროვნე ადამიანი რომელსაც მართლაც რუკაზე ახსოვს ის საქართველო რომელიც იყო ოდითგან ხო აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ჩათვლით. აი ეს დაახლოებით. ხო თუ არ დაიწყეს ამ ადამიანებთან საუბარი აფხაზებთან და ოსებთან არ გამოვა სხვაგვარად. არანაირად. სხვა ალტერნატივა არის თუნდაც ეს ძალისმიერი ახლა არ მინდა ახლო აღმოსავლეთს დაუკავშირო ღაზაში არის 60,000-მდე მშვიდობიანი ადამიანი ამოწყვეტილი. და აქედან 20,000 ბავშვი. ახლა საფრანგეთი, პორტუგალია აპირებენ პალესტინის აღიარებას და ისრაელი რომც აღიარონ ამ ქვეყნებმა ამით დიდად არაფერი არ შეიცვლება. ღაზის მთლიან ოკუპაციაზეა საუბარი. ანუ ჩვენ ქართველებს რა გვაქვს ალტერნატივა ამ აფხაზებთან სალაპარაკოთ. აი ასეთი სააკაშვილის სეულის სიშლეგე რომ შევდივართ იქ ძალით თუნდაც რუსეთი დასუსტებული იყოს და აფხაზებს კისერს უგრიხავთ თუ როგორ ვაპირებთ რანაირად ვაპირებთ თუ ჩვენი მოქალაქეები არიან ჩვენი ქვეყნის რატომ არ გუშინ სოციალურ ქსელში ხო მეგობრები მყავს მე აფხაზები და საოპერო მომღერალი აი ჰიბლა გერზმავა ყველაზე დიდი აფხაზი დღევანდელობისო და ეს ქალი ნუ სერიოზული მომღერალია საოპერო მომღერალი ნუ სოპრანო სოფლიოში აღიარებული ამბობს რომ აი ვლადისლავ ვარძინბაო ახსენებს იქ სერგეი ბაღაფშიო ამას აპირებდნენო აი ფილარმონიის აშენებას ნუ მოკლედ ამ პათოსით საუბრობს ეს ადამიანი და ამას უსმენს სოფლიო ჩვენ ქართველები ამ დროს რას ვაკეთებთ რას ველოდებით აი რუსული გამოთქმა არის жду моря погоды ხო ანუ იქ იმის არ იყოს ნადირევნი გძედუშკე და მისამართი არ დაწერა ბავშვმა აი ასეთ ბავშვურ ინფანტილურ პოზიციაში უნდა ვიყოთ აი ამ ჩვენს რეგიონთან ჩვენ მაგ პოზიციაში ვართ და რომ არა მოდი თქვა სიმართლე რომ არა აი სოლიდარობა მშვიდობისთვის აქტიურობა აი ჩვენ ურთიერთობებზე და ჩვენ აი ეს თავისუფალი ტრიბუნა რაც პატამახსენა აი ეს ხელმოწერების შეგროვების დაწყება აი ეს რაღაცა საზოგადოების და ხალხის აქტიურობა ალბათ ყველაზე სასაცილო მდგომარეობაში ვიქნებოდით აი ეს ჩვენ იმდენად სერიოზულობას გუმატებს როგორც ქვეყანას. აი თუნდაც დღევანდელი მამუკა ფიფიას ეთერის სალავეოზე არაჩვეულებრივი განცხადებები გააკეთა, არაჩვეულებრივი აქცენტები დადო. აი რომ არა ეს ყველაფერი ჩვენ გამოჩნდებოდით როგორ იცით, აი მაგ განცხადებით რომ ჯერ დაგვიბრუნდა მე დაულაპარაკებით, ძალიან აი ესეთი ინფანტილური ხი, სწორი შეფასება, ინფანტილური ტიპის საზოგადოებად რა და ყველა იფიქრებდა რომ აი საქართველოს ჩვენ ვერ ვაზროვნებთ, ჩვენ არც ისტორია ვიცით, არც გეოგრაფია გვესმის, არც გეოპოლიტიკა გვესმის და არც ის სიმართლე რაც არის რეალურად. კი ბატონო. და ჩვენ აქ მოვიყვანეთ მაგალითად ეს რუსეთ-უკრაინის ომი, ბატონ პატა, თქვენ ძალიან კარგად იცით იქ რა ხდება, ნუ ახლა პატაზე უკეთესად ნახავთ. ხო, მე მგონი საქართველოში და არავინ არ იცის იქ პირდაპირ ფრონტის ხაზზეც იმყოფებოდით. ეს პოკროვსკი აიღეს. არა იგივე ცენტრში არის. შევჩენკოს ქუჩაა და ეს მატვიენკოს ქუჩაზე არის ახლა. ნუ რუსული მედია ახლა რასაც წერს დაახლოებით 80-90% ათვისებული აქვს ამ ქალაქის. და საკვანძო ქალაქია, იმიტომ რომ რუსულ არმიას გზას უხსნის აი ამ კრამატორსკის ლაგერში. არა, კრამატორსკის ჩასოვიარდიდან უხსნის. ნუ შესაძლებელია ამ დეტალებში თქვენ უფრო ერკვევით და თქვენ როგორ ფიქრობთ? აი ახლა ის მჭხიბაობა, რაც თუნდაც ასე დავარქმევდი ამერიკის შეერთებულ შტატებში ახლა ტრამპი იმუქრება ჯერ 50 დღეს აძლევს რუსეთის ხელისუფლებას პუტინს პირდაპირ თქვა. შემდეგ ჩამოყავს არა 10-12 დღეო. მე ამბობს რომ იცით რა აი ხო აი ამასაც თუ არ დაყაბულდნო მე არ ვიცით ხო მეო კი რუს ხალხს პატივს ვცემო ეს დიადი ხალხიაო მაგრამ ყველაფერი იქითკენ ხომ არ მიდის რომ
გადასარევად ესმით ამერიკელებს, ამერიკელებიც დიდი ხალხია, მოდი თქვათ პირდაპირ სიმართლე, ან ფიზიკურად რომ ავიღოთ რუკას რომ დავხედოთ რა შესაძლებლობების ერია ეს ამერიკული ნაცია, ვიცით როგორ ყალიბდებოდა 200 წლის განმავლობაში, შვენივრად უწყით რა პოტენციალი აქვს რუსეთს. ხომ არ მიდის ეს ყველაფერი იქითკენ, რომ რაც მოხაზული აქვს რუსეთს და იბრუნებენ თავიანთ ისტორიულ ძველ ტერიტორიას და ეს უკვე ახალი ტერიტორიებია, ხომ არ ელოდებიან რომ უბრალოდ აითვისოს და შემდეგ დაჯდნენ მოლაპარაკებების მაგიდაზე. უფრო შედეგიანად. ამოდესადე მეუშვას. ყველაზე მაგის პასუხი არის ერთები. ტრამპის მოსვლიდან დღემდე ტრამპმა ვისაც დაარტყა ევროკავშირი. დანარჩენ არავის. თელი თეორია მაგისი ეს არის. არაფერი მაგათ კიდე ერთხელ გეუბნები, მაგრამ ეს კარგად წაიწყეთ ის კითხვაზე, აი ეს ხელმოწერებზე და აფხაზეთის ეს, იმიტომ როგორც ომის მონაწილე, მე გადავალ აუცილებლად თქვენ კითხვაზე ბატონო დავით, თქვენის ნებართვით, მაინც მინდა აფხაზეთზე დავბრუნდეთ და მოლაპარაკება თემას დაუბრუნდე. ხელმოწერებს შეგროვებულია სადღაც 200,000-მდე, მიუხედავად იმისა, რომ 16,000 ჰაერში გაგვიქნეს და იქ ცოტა მეტიც. მე ერთი კითხვა დავუსვი მამუკა ფიფიას რა. ესე საუბარში. მამუკა მეუთხარი. აი, მე ვარ ახლა ირაკლი კობახიძე მეუთხარი. შემიგროვე შენ ახლა მე 9 მილიონი ხელმოწერა. ჯო აგერ გადმოიხედეთ კაცო. ეს ჩემი საზოგადოება. ყავილაშვილსო ტრამპმა ხელი ჩამოართვა თუ არ ჩამოართვა ამაზე ემართება ტექსტაზე ყვარაცხელია ესე იგი ხელი ჩამოართვა ანუ ტიპები განწყობილები არა იმით რომ იქნებ საერთო ენას ანუ მაინც მიდრეკილები ვართ იქით ელემენტარულად 30 წელი აუგზავნეთ რუსული სკოლები კაცო იმ აფხაზ ხალხს ბიჭო კიდე ერთხელ ვიმეორებ უკვე ენა მოვიტეხე რა ბიჭო აფხაზ ხალხს რა ენაზე ვემეთყველებით იმან იცის აფხაზული და რუსული შენ იცი ქართული ცუდად უკვე და ინგლისური ბიჭო რუსული სკოლა შენ აქ არა გაქვს რუსული გადაცემები შენ აქ არა გაქვს იმ აფხაზმა ნახოს რომ კაცო ამ ხალხთა შეიძლება თანაც ცხოვრება ანუ ესენი ჩვენ როგორ იცი რომ არ დამემუქრება მე აქ რაღაცა ეს LGBT და ამ ვიღაცა ამერიკული მანქანების აქ დროშებით სირბილი კაცო რომ მიდის სად მიშვებ კაცო იქ მოსალაპარაკებად ის რუსეთი არ გეტყვის კაცო ეგ რო არ უნდათ როგორც თქვენ სტილით ცხოვრობთ იმ კაცმა თავი შემოგაკლა იარაღ ხელი მოკიდა კაცო არ უნდოდა გასტრონომისტება ეგ უნდა და შემოგაკლა თავი და ახლა რას ვეუბნები რომ იცით რა ახლა დავა ახლა აი ჩვენ ქართულებთან დავიბაზრეთ და აბა ახლა ტაჯიკით ახლა მოილაპარაკეთ ესე არ ხდება კაცო იმ აფხაზის უკან დგას თელი კავკასია ის კავკასია რომელიც დღეს დონბასში იხოცება კაცო და თავს წირავენ ანუ იმ რუსეთს სასწორზე რა უდევს შენი გულისთვის აიფეთქოს კავკასია რატო მაგითიანი ხარ კავკასიურად ცხოვრობ ამ ქვეყანაში ტრადიციულად ცხოვრობ, არ ცხოვრობ ტრადიციულად, კაცო. შენ რო 17 მაისს ჩაიარე, იქვე პარალელურად LGBT-ს ისინი აუშვეს, კაცო. და შენ იქ დონბასში რო გაქანებული ნატო რუსეთის ომი მიდის, შენ აქ ამერიკის დროშებით ის ჰაიმერსები ჩავიტარე, კაცო. ანუ განცხადება გამიკეთე რომ მე შემიწერი ვარ. აი, გითხავთ ბატონო პაატა, ეს რა ფენომენი იყო? თუ აი, გეტყვით, მაგამდე მინდოდა მისვლა რა. ანუ თქვენ არ მიგაჩნიათ რომ ეს ასე მარტივად არ ხდება. მაშინ სად არის ხელისუფლება? რატომ არ ამბობს რომ ჩვენ ასეთ ვითარებაში, როდესაც მე მოვიყვანე კობახიძის განცხადებები, რომ თქვენ იქ ბრიუსელიდან კი ნუ ბრიუსელშია სხვათა შორის ნატო შტაბინა. კი, ვიცი. ხო და თუ კი ერთის მხრივ ნუ გმოძღრავთო, იმიტომ რომ მოსკოვში თავის დროზე ასეთივე განცხადებები კეთდებაო და გმოძღრავდნენო. ახლა რა ხდება აქ ნატოს კონტინგენტმა რატო ჩაიარა? იქ დასავლეთში ცენაკის ბაზაზეც იყო. კი, გეტყვით. ტექნიკა ამოძრავებული. გეტყვით, მაგამდე მინდოდა ზუსტად მისვლა. აუცილებლად. უყურეთ, ამიტომ ჯერ ჩვენ ჩამოვყალიბდეთ რა გვინდა. გვინდა კი აფხაზეთის დაბრუნება. აი უბრალოდ მოქალაქეებს ვეუბნები.
ჩვენ ხო ის ხალხი ვარ, გავიგე რომ ამერიკელებმა იქ თავის საერთოს ოჯახის წევრები გამოიყვანა და იქ დროშები ქუჩაში დააყენა. გავიგე, კაცო, ეგ კომბინაცია კარტინკა შექმნეს. ეგ მაგი ვიცით კაცო ეგ ოინები. მაგრამ მე თვითონ ხალხის განწყობაზე გელაპარაკებით. შენ ხარ თვითონ კავკასიური არ შეეშინდება შენთან ცხოვრება იმ აფხაზს. იქ სხვა სამყარო, იქ რო 9 მაისს ზემობდე, შენ აქ ევროპის დღე გამომიცხადე, კაცო. ანუ შენ ჩემიანი არა ხარ და როგორ დავჯდე შენ დასალაპარაკოდ. თუ გინდა, მაგრამ ამას რატომ ვიცი უყურეთ ესე მარტივად რომ მე ხელისუფლებას დასაცავად კი არ ვამბობ რომ თვითონ ხელისუფლებამ თუ არ შეცვალა მედია ესე ვთქვათ პროპაგანდა რა თვითონ რომ დამთავრდა რა ეს 30 წლიანი მამაძაღლობა და ესე თუ თვითონ ხელისუფლებამ საზოგადოება არ მოამზადა ამისთვის რომ ეკურინება ქვია მაგას პაატა უყურე რატომ ვთქვი აი რაც შეეხება ხა ნატოს სწავლებებს ეს იყო 12 წელია ტარდება ვიღაცებმა თქვას რომ რატო შარშან არ ჩატარდაო გოგა ხაინდრავას მინდა შენიშნა მივცე ჩატარდა ბატონო გოგა ხაინდრავა შარშანად ჩატარდა შარშან წინანად ჩატარდა უბრალოდ ჩატარდა ლექციის სახით ეს ჩატარდა სენაკის ბაზაზე იყვნენ უნგრელები ბულგარელები პოლონელები თვარავცების სულხებით იყვნენ ჩამოსულები ამ სწავლებაში უკრებიც მონაწილეობდნენ ხო, უკრებით მონაწილეობდი. და ამიტომ ჩატარდა ყოველ წელს წარდებოდა, ეს იყო ბოლო ჩატარება, მაგრამ აქ ყველაზე მთავარი რაც იყო. არც ერთი გენერალური შტაბიდან მონაწილეობა არ მიიღო. არც ერთი სახელმწიფო წარმომადგენელმა მონაწილეობა არ მიიღო. არც მედიით არ გაშუქდა ისე, როგორც შუქდებოდა და ტვინს მოხდიდნენ. ესაც განცხადება. ესაც განცხადება და არ ამგონია დღეს იმდენად კამიკაძე ნაბიჯი გადადგას ხელისუფლებას რომ ამ დროს ესეთი ნატოს სწავლებები დაეწყო აქ დაგეგმილი ყოველ წელს ტარდებოდა მე მგონი უკვე წელს აღარ დაფინანსდება ეგა წინასწარ ფინანსდება ხოლმე ეგა და ამიტომ თვითონ ნატო აფინანსებს ხო ნატო კი აფინანსებს და ნახევარი აქ რაღაცა სახელმწიფო არაფერი სერიოზული რაღაცა 71 წელს გამოშვებულმა რაღაცა ჯღარულმა ჟანგიანმა რაღაცამ გაიარა აფერე დროშები უნდათ ფონი შექმნა არაფერი არ გამოვიდათ ეგ რომ პრობლემა ყოფილიყო პირველ აფხაზები ამოიღებდნენ ხმალს რატო იმიტომ რომ რას ქვია შენ არა დღეს უკვე მოიღებდნენ ხმას რომ აქ შენ ესეთი სწავლებები რო დაგეწყო იმიტომ რომ იქ მე თუ მოусვენთ აფხაზეთის მთავრობის ხდომას აქ რო არ უყურებენ და რო არ აშუქებენ იქ ცოტა საგანგაშო ის წავიდა საუბრები თქვენ გახსოვთ თქვენ გადაცემაში რომ გითხარით რომ დრონები შემოფრინდა და უკვე აფხაზეთის თავდაცვის მინისტრის მოხსენება იყო ჩერეს აფხაზეთი შემოფრინდა და აფხაზეთიდან შევარდა მე იმ სოჭაში ეს დრონები და იქ ცოტა არ მომეწონა ეს განცხადებები იქ სამხედრო თვალსაზრისით არ მინდა დავაზიანო კიდე სიტუაცია იმიტომ რომ ალბათ იქ მიხედავენ ვის მაგრამ არ იყო კაი განცხადებები გაკეთებული ამიტომ რაც შეეხება ეხა თქვენ ტრამპის ამ არასერიოზული ადამიანს მე მგონი თვითონ ეცინიან უკვე მოკლედ ხანახან 10 დღეო წესით გუშინ უნდა დამთავრებულიყო მე ხო თქვა რომ პარასკევი და ხუჩებაც რაღაცა სიგიჟებს ამობს ეს კაცი რა ანუ რა საზოგადოებაც აყავს იმ საზოგადოებას ეს სიამოვნებს ესეთი ლაპარაკი გავუში უყურეთ რა რაც ის იმ დრონებმა იქ სამალუტები სტრატეგიული დანიშნულების სამალუტები რო ააფეთქეს დაწვეს 4 წალი იმის მეორე დღიდან რო დაიწყეს დღემდე არ გაჩერებულა კაცო. არავინ ყურადღებას უარ აქცევს. დღემდე არ გაჩერებულა კიევის დაბომბვა. ეხლა გუშინ წინ აიღეს ჩასაბიარ უпроსტოდ სანამ რო გამოაცხადეს მე ვიცოდი რომ 3 დღით აღებულიყო. იქ როგორ ხდება ეხლა მაგი. როცა რაღაცა ქალაქს იღებენ დაუშვათ ხო? სანამ არ განიღმას არ გააკეთებენ და სანამ უსაფრთხო ზონას არ გააკეთებენ და სანამ ფედერალური არხები არ შევლენ, იქამდე არ აცხადებენ. თუმცა მე ვიცოდი 3 დღით ადრე დავწერე კიდევაც. გუშინ დავწერე რომ პაკროვსკის ცენტრში რუსული დროშა ფრიალებს. ჩასავი არდიდან ეხსნება კრავატორსკის სლავიანსკის
ეს არის ყველაზე დიდი ქალაქები. 25 კილომეტრია დღესაც უკვე დაწყებულია იქ დაბომბები. 25 კილომეტრია იქ დაშორებული. რაც შეეხება პოკროვსკის. კიდევ ერთხელ მოვიდები, გადაუმოწმებელი ინფორმაციას ვამბობ, იმიტომ რომ როგორც რუსული ტელეგრამ არხები ამბობენ და რატო ჯერა რომ უკრაინიდან არ ყოფილა უარყოფა 2000 ძალად წასული მობილიზებულებს ყავთ აყვანილი მძევლად ოფიცრები თავიანთ ოფიცრები და მიმდინარეობს მოლაპარაკება ჩაბარებაზე ყოველ შემთხვევაში უკრაინის მხრიდან არ ყოფილა ამის უარყოფა უკვე გავიდა 7 საათი ამ ეტაპამდე არ ვიცით რაც შეეხება პოკროვსკის დაცემას. პოკროვსკის დაცემა ნიშნავს, რომ იმის მერე 260 კილომეტრი საერთოდ აღარ აიქა. მოსახლეობა, აი даже городского типа, ეგეთის აღარ არის. რაც შეეხება ამ სანქციებს და რაღაცა დიდი ეკონომისტი მე არა ვარ. მაგრამ ერთ ვიტყვი, რომ არ დაეთახმა არც ინდოეთი არც ჩინეთმა вообще რადიკალურად აგრესიული განცხადება გააკეთა და ყველაზე მთავარი რაც არის შეგიძლია თვითონ ამიხსნათ აი ეს რაც ევროკავშირს გაუკეთა აი ეს ფონდერ რაღაცა რო არის მაგის ნუ ეს შეთანხმება რო დაიდო ამერიკელებთან შეგიძლია თვითონ ამიხსნათ ერთი ქვეყანა ევროპაში რომელიც ამის გადამხდელი არის ნუ თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა ეს შეთანხმება რაც ტრამპს და ფონ დერ ლაიენს შორის დაიდო ევროპული ოპოზიციის მხრიდან მოყვა კრიტიკა და უფრო მეტიც თავად ევროკომისარმა ყოფილმა ევროკომისარმა ჟოზეფ ბორელმაც კი გააკრიტიკა რომ კი და გერმანულ საინფორმაციო სააგენტოებზე უკვე იდება რამ ინფორმაციები როგორ ზარალობს მაგალითად ავტოკონცერნი BMW ანუ იქ რეალურად დაიწყება წარმოების გაჩერება, ну გაჩერებით ისედაც ბევრი საწარმოები გაჩერდა, მაგრამ ჩამოშლა დაიწყება ამ საწარმოების. ჩამოშლას დაწყებულია ნაწილობრივ, იმიტომ რომ ეხა მე რო ვადევნებ თვალს თვითონ ეს არა მარტო BMW-ს, რამოდენიმე საავტომობილო კომპანია, მათ შორის Boeing-ი, აი ძალიან ბევრ შეექმნა პრობლემა ეს რუსეთის სანქციების მერე და ეხლა აი ეს მოლაპარაკება რასაκα ფაქტობრივად ის პრობლემები რაც რუსეთის სანქციებმა გამოიწვია ამ კომპანიებში ღრმავდება დავით და რაც ალბათ 1-2 წლის თემა იმიტომ რომ ინერცია მაინც ეკონომიკა ისეთი თემაა რომ უცებ არ ეტყობა ხოლმე რა ჩამოშლა ეს ნელ-ნელა ხდება პროცესი და ყველაზე ცუდი ის არის რომ ამას ევროკავშირის ბიუროკრატია ესე ვთქვათ და ხელმძღვანელობა გამარჯვებად მიიჩნევს და კმაყოფილები არიან ამ შედეგით. მე უფრო მაინტერესებს რა მაიძულა ევროკავშირი რომ ამას მოაწერეს ხელი. რა ისეთი მიქარვა აქვს. ნუ კი რა სხვა გამოსავალი მითხარი მაგათი. რაზე მეკითხები? აი რა მაიძულა სხვა გამოსავალი რა? აი ზოგადად რა შეჭირდებათ ეგ ყველაფერი. აი ნუ გაზი უნდა და ცხოვრება უნდა სხვა გამოსავალი არა აქვს. არამეს ვამბობ პატა მან. ის აფეთქეს რა. არა პატა არამეს ვამბობ. ამერიკას და ევროკავშირს ამ შემთხვევაში ეგ არაფერში არ ჭირდება. უყურე ისედაც კოლაბორაციაში არიან რუსეთის წინააღმდეგ და წესით და რიგით პირიქით ტარიფები უნდა მოუხსნან ერთმანეთს რომ რუსეთის ეწოლას გაუძლონ. აი აქ არის მთელი ძაღლისთავი მაგათი დამარხული. რომ ამერიკის შეერთებული შტატები ფაქტობრივად იმდენად დიდ კრიზისშია შესული მისი შიდავალის გამო. და ეს არის უკვე მე მგონი დიდი ხანია 35 ტრილიონს გადაწყდა ბოლო ციფრები ეგეთი მახსოვს. რომ იძულებულია თავისი მეკავშირე ჩაძიროს რომ სოფლიო ეკონომიკური ჰეგემონია კი არ შეინარჩუნოს ეკონომიკის ზედა ეშელონებში დარჩეს. მაგას გეუბნები ამას ვამბობ, ანუ რაში ჭირდება? ამაში ჭირდება და ჩვენ ვისვეტენებით ღირსებით. ბატონო და აზერბაიჯანზე ვკითხე და ეს ხალხს მინდა უთხრა აზერბაიჯანზე ინფორმაცია და სასონხეთზე. უყურეთ რა. წინა კვირას ირანმა გამოცადა S400 და S400 ტრიუმფები. ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა. მეცდება რა და დაურეკა ნეტანიაჰუმ ჩემ გვერდზე დევს პირდაპირ ოფიციალში არც ოფიციალურად ადევს ყველგან და მოკლედ იქ განიხილეს ახლო აღმოსავლეთ სინამდვილეში
გამოცდი აი როგორც გამოცდა და მეორე დღეს დარეკა ნეტანიაჰუს ინიციატივით რუსეთის პრეზიდენტს და ამის მერე აზერბაიჯანის სადმე უკვე აღარ ფიქსირდება. პულსი აღარ ეშინჯება და მე გეტყვით პირდაპირ რომ თელი სპეცსამსახურებია გადართული აზერბაიჯანის იქნებ როგორმე დაალაგონ რუსებთან. მაგრამ ერთს ვეღარ მიხვდნენ ეს ხალხი. ეს ის რუსეთი, ამათაც ქართველებსაც რომლები ეს ის რუსეთი აღარ არის კაცო რომ აი კომუნისტების დროიდან რომ მოდიოდა ხოლმე და აბა პროლეტარში არა კაცო ეგ დამთავრდა. კიდევ ერთი ესეთი საპროტესტო განცხადება გაკეთდა რუსეთში. თქვენ ახლა ახსენეთ აზერბაიჯანი, იქ გასაგებია ყარაბაღის ტერიტორიაზე, ამ სტეპანაკერტში, ახლა აზერბაიჯანელები ჰანკენდის ეძახიან. აიღეს თან ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე აპელაციოდ დიდი რუსი მხატვრის აივაზოვსკის ძეგლი. აივაზოვსკის კი ერევანში გალერეაში თუ ნახავთ, ოვანეს აივაზი ანაწერია და კი ბატონო იყო სომხური წარმომავლობის, მაგრამ მიიჩნევა დიდ რუს მარინისტად, სოფლიო დონის. სოფლიო რასამ შედევრების ავტორი. იქ ძეგლი, ეს ძეგლებთან ბრძოლა საერთოდ ჩემი აზრი ამასთან დაკავშირებით. ეს უკრაინული სტილია, ესე ვთქვათ. ხო და აი შვიტკოი, რომელიც არის სენატორი და იყო კულტურის მინისტრი თავის დროს და ძალიან ავტორიტეტული პიროვნება, მინდა ვთქვა რომ 2012 წელს საქართველოშიც იყო ბრძანდებოდა უშუალოდ მქონდა მასთან საუბარი. შვიტკოიმ გააკეთა ეს განცხადება თავად იმ სკულპტურის ავტორი, ცნობილი რუსი მხატვარი იყო, ახლა გვარია არ მახსოვს, არ მინდა შემეშალოს და აი ასე უაპელაციოთ რომ აიღეთ ეს ძეგლიო, შეგეძლოთ უბრალოდ გაგეფრთხილებინათო და თუ კი თქვენ ვერ ხედავდით ამ ძეგლის აქ მდებარეობის საჭიროებას შეგვეძლო უბრალოდ რუსეთში გადაგვეტენა ეს ძეგლი და მორჩებოდა ამით დაიხურებოდა საკითხიო. და ეს განცხადება მე გავეცანი ამ შვიტკოვის განცხადება საკმაოდ მკაცრი იყო აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ. ანუ იქ ეს ტალღა როგორც ჩანს ჯერ კიდევ მოქმედებს კი არის კი ხარემ თქვა მინდოდა ის რომ ისრაელი მხარში ედგა და ის რომ თურქეთი გადაეფარება ვის გადაეფარება თურქეთის ეკონომიკაზე რაც თქვი ის ხო აზერბაიჯანსაც ეხება პარი ხარემ თქვა მინდა უყურეთ ვერ გადაეფარება ამის თქვა ხარემ თქვა პატრონი ყავს თურქეთიო კაცო გამოიხედეთ კაცო ნახევარი მუსლიმები გააწყვიტა კაცო ისრაელმა და ხმავერა მოიღო გარდა ერთი განცხადებებისა და თქვენ ვიღაცა მიმტკიცებს აქ რომ ამ ტრიადი მატარებელი რუსეთი დაეტაკება თურქეთი ვიღაცა აზერბაიჯანის გამო სღაპარი მე კაცო აი რატომ ამას არა ლიბერალური ექსპერტები ამბობენ კაცო ახლა ამერიკული ჩევეკა შევა ზანგეზურის კორიდორში ბჭო როგორ შევა ხალხო გაგიჟდით რებს ლაპარაკობთ ანუ იქ ზინავს ჩინეთს იქ ზინავს ირანს აბა მობძანით და წითელ ხალხი ბჭო რაღაცა სიგიჟეებში არიან კაცო ეს ხალხი არაფერი დაამთავრეს ყველაფერი მანდა თვითონაც მიხდნენ უკვე 67 მილიარდი რო ავიდა უკვე ის ზარალი ის დამავი ფული რომ მიდიოდა რა და უკვე აღარ არის ის რუსეთი მეთქი მაგის ხმამინდა არც არავინ პატრონი არ აყავს ახლა თურქეთიო პატრონი ერთი არავის გამო არავინ არ გაინადგურებს თავის ქვეყანას კაცო ამიტომ შვიდად წყნარად იქეთ ისე რომ ყოველგვარი დაჟე იმ ხელაზე მე ალიევისგან არ მოველოდი ამას მართლა არ მოველოდი რატომღაც მეგონა უფრო დახვეწილი პოლიტიკოსი და ეხა ზელენსკისთან რო ჩადიხარ გუშინ წინდელიც აი ყველას რო ხელში ამოუვიდა რა და ამ დროს რო შენ გამოჩნდი და რუსეთის ჯინაზე იქ ჩადიხარ ნუ რა მე უფრო მაღალი წარმოდგენა მქონდა ალიევზე და იქ რაღაცა შევრონებს და იქ ამით დამთავრდა ეს თელი ხმაური მანდაც ვერავინ ვერაფერს აქ ვერც გააკეთებს და აზერბაიჯანმა რეალურად დაკარგა ის შანსი და ის დომინირება რაც ჰქონდა სამხრეთ კავკასიაში მოდი ვაღიაროთ პატა ჰქონდა კიდევ ერთხელ ამ აი ახლა ვეულები პირდაპირ ხალხს ეს ქვეყანა დაიბრუნებს ის იმას რაც ეს ისტორიული სამართლიანობა რაც ღმერთისგან ბუნებრივად ხდება მე არავის ერს არ ვაკნინებ კაცო მაგრამ არაზროს ქართველი მოსკოვში არ ჩასულა და არ უთქია რომ რო ეკითხებოდნენ თეატრკუ და არ ეუბნებოდა მე სხვა ერის წარმომადგენელი ვარო აი სხვა ერის წარმომადგენლებისგან მსმენია ამიტომ კიდევ ერთხელ ეს ქვეყანა ნელ-ნელა ისე რომ ზედმეტი 9 აპრილს არ ვიწყობთ ჩვენ თავზე
მე მინდა ყველას ესე გუთხრა. მეც ბევრი რამე არ მომწონს. კაცო, მე რო არ მომწონს იმისთან უნდა, კაცო, რომ გავიგიჟებ ხოლმე თავს, თუმცა თქვენ ეთერში იყო, რავი, გავიგიჟე თავი. მაგრამ საერთო ჯამში აი ეს რო შეხედო ძალიან აგერ გადმეთ პირობას. აუცილებლად ეს ქვეყანა დადგება ის თავის ფუნქციას დაიბრუნებს რაც ქონდა კაცო ახლა საუკუნეების გავუსწრებთ იმიტომ რომ ართული სიტუაცია მეოდება ჩვენ ქვეყანას ყველაზე მთავარი რაც არის არალიბერალური პარტიებიც რომლებიც არიან რომლებიც მონაწილეობას იღებენ აი კონსერვატორები იქნებიან სოლიდარობა არ იღებს და მე მივესალმები რო არ იღებს სწორი სტრატეგია ამ ეტაპზე უყურეთ ისინი ციხვეწებიან ვინ ყველა ანუ ის იმ თემებს აღარ ურტყავენ და აღარ რომელიც შეიძლება ქვეყანა დაზიანდეს. არა კაცო არის კრიტიკის მეტი რა არის აქ ხელისუფლების. თუ ვინმეს ამოელევა დამირეკოს და მე ვეთყვი. მე მივცემ იმდენ მასალას კაცო. ანუ ერის იხვეწება მეთქი მაგის მამინდა. აბა წარმოიდგინე 3 წლის წინანდელი აქციების დროს ხალხი და ეხლანდელი ნახეთ ხო აი გინდა აზროვნება ხალხის იცვლება ყველა გარე სიტუაციას ყველა გზნობს ყველა უყურებს ნუ პოლიტიკურ მოწიფულობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა იგივე პუტინს ინტერვიუ ქონდა ახლა იმ ზარუბინთან და ესე მონარიდებიას ამბობს რომ რატომ ხდება ესეთი იმედგაცრუებაო და ეს იმედგაცრუება იმიტომ ხდება ზოგადად ამ მოსახლეობაში ან ელექტორატში, როდესაც მოლოდინები უფრო მეტი აქვთ და პოლიტიკურად ეს მოლოდინები ასე უცებ ერთი ხელის მოსმით არ ხდება. აი ქართველები კიდე მithქვამს ადრე ეთერებში რომ ცოტა ემოციები ჭარბობს ჩვენში ქართველებს გენოტიპი ვართ ასეთი და მიგვაჩნია რომ აი ხვალ ან ზეგ ყველაფერი გადაწყდება. თუნდაც იმ რუსეთის კონტექსტში, რომელიც 20-25 წლით უყურებს წინ. ან ჩვენ მიგვაჩნია რომ ხვალ ან ზეგ ეს ყველაფერი შეიძლება მოგვარდეს. ასე სოფლიო პოლიტიკა სამწუხაროდ არ არის ასე მოწყობილი მარტო. არა, მოგვარდეს ნაკლებად, მოგვარების დასაწყისი შეიძლება ხოლმე. თან ჩვენი ექსპერტები ურევენ ტვინს, კაცო. ჩვენ საკუთავს ექსპერტები პატარულ არალიბერალურს მე მაგ ხედულებში არალიბერალური ექსპერტები, კაცო, აი ესე პოლიტოლოგიის მეცნიერებათა რაღაცები რო არიან, კაცო. აი ახლა მოусმინე სანამ თქვენთან მოვდიოდი. აი პატარა დეტალს ნუ კი არ გაგარდენ დროს. ჩვენო ევროკავშირთანო ახლაო უკვე მიხვდე რომ ევროკავშირი დღეს ხვალ უკვე დაშლილი თემაა. ახლაო ჩვენ აი ამერიკასთან პერსპექტივა გვაქვს გადატვირთვისო თუ ეგენიო არ შემოგთავაზებენ ომსო ფიჩხი რუსეთისთვისო. კითხვას უსვავ. თუ ომისთვის საჭირდები რა ჯანდაბათ ჭირდები იმ ქვეყანას მაშინ ამიხსენით. აი ეკონომიკა გააქვს რამე ისეთი რომ ამერიკა უნდა გამიოცო. თუ იქიდან რამე შემოგაქვს ისეთი ეკონომიკა რომელიც აი ჩვენ ქვეყანას აამყო. თუ მაგისთვის საჭირდები სხვა რა ისთვის ჭირდება შეუულია ეს მითხრას ვინმე. შეიძლება ერთმა თქვას რომ როგორ არის იცით შეპარულად ან და ზოგი მეორე არაკაც ქართველები არიან კარგები აი ვიც მაგას იტყვის რომ ქართველები კარგები არიან ეს გავარდებენ ეს ექსპერტები აგეო თურმეო კაცო ამერიკამ დაგვინახაო დაგვინახა ამერიკამ აგე სწავლება დაიწყოვო აგეო კაცო ის აქტი გააჩერესო რაღაცა სიგიჟეებში ეს ხალხი ურევს თუ ის ამ ხალხს და მე ეს ხალხი როგორ არის იცი ეს ხალხი რომ იმ აზერზე რო არის რომ ბიჭო უნდა დაველაპარაკოთ ამ რუსებს აფხაზებს ოსებს და ერთხელ და სამუდამოდ კონფლიქტური სიტუაცია კავკასიის და ბიჭო გამოვარდებიან ეს ხალხი და აი აგიჟებენ რა რო იტყვია რა თუმცა ჩვენზე კარგად იცია ბატონ პატა თავიანთი ლუკმა კი ნუ ისინი ხო რასაც ავალებენ იმას აკეთებენ გარდამჭირებობისა ეხლა იქ არ არის დამოუკიდებელი შენ ილაპარაკეს არ არის დამოუკიდებელი ეუბნებიან ამბობენ და რეალურად რაში ვერ დაგეთანხმები იცი პატა რომ ხალხს ვეღარ აბოლებენ არა გასაგებია რომ კი მადლობა უფალს რომ დღეს საქართველოში ძალიან დიდი რაოდენობა არის ადამიანებს და ძალიან დიდი პროცენტი რომ აი ესეთი რაღაცა ჰაერიდან მოსიარულე ნუ კი ჩაგეკითხები აი ახლა ვეუბნები სწორებენ კაცი რო იყო 400 რო დასვო აი პარლამენტარი ჩვენი ოცნებიდან აი რაღაცა თქვა რომ ხალხის გადასაწყვეტიაო აგერ ვეუბნები ახლა იმ კაცს გორგოლაძია თუ რაღაცა შენ თვითონ ჩაატარე გამოკითხვა. მე დავიწყებ მინუსიდან, შენ დაიწყებ პლუსიდან. ფორას ვაძლევ დაჟე. რუსებთან მოლაპარაკებაზე. ხომობს რომ ხაი ხოცნების კაცი იყო, გამოვიდა ტელევიზიით, იქ ფარცხალაძეს დაცხო, რომ არ იცის ვინ არის?
ვინ არის? გორგოლადია თუ არა წვენებიანი რაღაცა შეფრთიანდა ეგონა ეგ პარლამენტარი რო გახდა ეგონა შეფრთიანდი ახლა რაღაცა აგერ როლები თქვენმა ტელევიზიებმა პიარი გაუკეთონ რომ არ უნდა ველაპარაკოთ რუსებსო პლუს ამას გაძლევ ფორას პლუს 10-დან დაიწყებ მე მინუს 10-დან დავიწყებ და გავაკეთოთ გამოკითხვა ხელმოწერებზე კი ბატონო მე ვთქვი პატარო ხელმოწერები აი მარტო იმ ფორმით რა ფორმითაც იყო და რა შეგურდა ეს ყოფილიყო კამპანიური ხასიათის დარეკლამებული ოიმე როსლობა მინიმუმს ვიძახი იქნებოდა 9 მილიონს მეტი მინიმუმს ვიძახი ხო მომზე სიტყვებზე მომისმინე 9 მილიონზე მეტი იქნებოდა ხელმოწერა იმიტომ რომ აქ ხო არ არის მარტო რუსეთთან ურთიერთობის რეგულირებაზე უყურე რუსეთის გარდა ჩვენ აქ ჩინეთთან ვალაგებთ ურთიერთობას ჩინეთთან რუსეთის გარეშე ვერ დაალაგებ თურქეთთან ვერ დაალაგებ ეკონომიკას რუსეთის გარეშე და ამას რაც მალე გააცნობერებენ ჩვენი ეკონომიკური ექსპერტები მით უკეთესი თაში თქვენ სახით უნდა არა თანიც რა არის ჩვენთვის ძალიან რთული იმიტომ რომ მე ვიცი ეკონომიკა და ისეთ რაღაცებს რო ამბობენ აი ჭუიდან გადავდივარ აი მაგასაც მოფიქრება უნდა ხოლმე ყველაფერი კარგად იქნება მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის მე შევახსენებ ჩვენი სტუმრები იყვნენ ჟურნალისტი მიმომხილველი ნუკა არველაძე და თავისუფალი ტრიბუნის დამფუძნებელი პაატ აბულაძე ჩვენ შევხვდებით მომავალ კვირას 4 შაბათს 16 საათზე მადლობა ყურადღებისთვის მადლობა გაგზავნებოდეთ